პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა სტანდარტები, ხარისხი და ვადები. აღინიშნა, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის პროექტებთან მიმართებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მსგავსი შეხვედრები პერიოდულად იმართება. მეგინ არცავიძის სიუჟეტი. უკეთესი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა და ბიზნესისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა. ეს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებია. ამ ამოცანების შესასრულებლად კი მთავრობის მეთაური ბიზნესის სფეროსთან შეხვედრებს განაგრძობს. ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ირაკლი კობახიძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან მათი საჭიროებები და სამომავლო გეგმები განიხილა. დადებითად გადაწყდა მშენებლების მხრიდან წინა შეხვედრებზე დასმული რამდენიმე საკითხი. მთავრობა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ამ ბიზნესის განვითარებას და ამ სექტორის განვითარებას. იცით, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განსახორციელებელი, ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ქართული კომპანიები მზად იყვნენ ამ პროექტების განსახორციელებლად, თან იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ბიზნესისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ პროექტების განხორციელებისას მაქსიმალურად იყოს დაცული სახელმწიფო ინტერესები. შეხვედრებზე ასევე უმთავრესი საკითხია განხორციელებული პროექტების ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევები. დაისახა სამომავლო გეგმები, დარგის გაჯანსაღების, ზოგადად სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ სამომავლო ნაბიჯებსაც გადავდგავთ მათთან კოორდინაციაში, ბიზნესთან კოორდინაციაში. ჩვენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი საბოლოო ჯამში და ამაში გადავიხადოთ საბაზრო ფასი, არც მეტი, არც ნაკლები. მშენებელთა ასოციაციაში შეხვედრების მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ სწორედ მსგავსი მიდგომა უზრუნველყოფს ცვლილებებს უკეთესობისკენ. განვიხილეთ სექტორში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული როგორც მიზნები, ამოცანები და გამოწვევები, მათ შორის ის რეფორმები, რომელიც მნიშვნელოვანი არის სექტორის განვითარებისთვის, უკეთესი ხარისხობრივი ინფრასტრუქტურის მიღების კუთხით, ქართული კომპანიების განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის ქვეყნისთვის, რამეთო ეს სექტორი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ეკონომიკური ღირებულების შექმნაში. შესაბამისი სტანდარტები, ხარისხი და ვადები ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტებია სახელმწიფო პროექტების განხორციელებისას. ამ მხრივ კომპრომისები არ იქნება.